აი პეტრეს მაგალითზე რა ვიცით რომ მიუხედავად იმისა რომ იცის რომ იესო ქრისტე არის ღმერთი იცის გამოცხადები და გზად არის მისთვის მოკვდეს ერთხელაც მის ცხოვრებაში ხდება ესეთი უცნაური რამ იგი სიკვდილის შიშიდან გამომდინარე სვით გადარჩენის ინსტინქტიდან გამომდინარე ამბობს ქრისტეზე მიანიშნავს და მაგ კაცს არ ვიცნობ გახსოვთ ეს ალბათ სახარებიდან ანუ ეს რას ნიშნავს ესე ჩვენ სამოძღვრებლად დაიწერა დაფიქსირდა მოხდა მაგრამ ჩვენთვის სამოძღვრებლად დაფიქსირდა არც ერთ სიტყვაზე მეტი არ არის წმინდა წერილში ყველაფერი გჭირდება ჩვენ იმიტომ რომ ჩვენს გვახსოვდეს რომ მე რა რომ ჩვენ ვირწმუნეთ მე რა რომ ჩვენ ვიცით რომ ქრისტე ღმერთია ეს ულას არ ნიშნავს რომ გარანტირებულად უკვე მასთან ვართ ჩვენი რწმენა ძალიან ბევრ გამოცდას გაივლის თუ პეტრემ გაიარა გამოცდა მე არ უნდა გავიარო გამოცდა ამიტომ ჩვენი რწმენა ყოველთვის საჭიროებს აქტუალიზირებას, ანუ გაცოცხლებას, ერთგვარ აი ტექნიკური ტერმინი რო გამოვიყენოთ, რესტარტს, რომლის მოსურნენიც რომ ეს მოხდეს, რაც შეიძლება ხშირად ჩვენ უნდა ვიყოთ. ხო თქვი, რაც შეიძლება ხშირად, რამდენ ხანში ერთხელ? ყოველ ზიარებაზე. და ზიარება შუა არა, რა თქმა უნდა ზიარების შუაც. ესე იგი ყოველ დღე და დილას შუა დღესაც თუ საღამოს და მივხვდებით, რომ ყოველ წამს. გახსოვთ პავლე მოციქულის სიტყვები მოუკლებლივი ლოცვიდეთ. ხშირად ვამბობთ ხოლმე ჩვენ არც ერთი წამი ქრისტეს გარეშე. რატომ? იმიტომ რომ ყველაზე ძალიან როცა არ ელოდები, მაშინ მოვა, ან გაგიყვანს ამ ქვეყნიდან და ასე შემდეგ. ანუ ჩვენ მუდმივად მზად უნდა ვიყოთ იმისათვის, რომ დადგება წამი ჩვენ ცხოვრებაში, როდესაც შეუქცევლად გავალთ ამ ქვეყნიდან, ან უფალი დაბრუნდება, ან ჩვენ გავალთ და აღარ გვექნება შესაძლებლობა და დრო რომ კვლავ ერთგვარი რესტარტი გავაკეთოთ, ამიტომ ის იქნება საბოლოო წამი ჩვენ ცხოვრებაში. და რადგან ეს საბოლოო წამი ჩვენთვის მოულოდნელად შეიძლება დადგეს ამის შესახებ უფალი გვაფრთხილებს, ამიტომ ეს აქტუალიზირება ჩვენი რწმენისა მუდმივად უნდა მოვახდინოთ.